საღამოშვიდობის და პირდაპირ ეთერშია ქრონიკა ცხრის ნახევარზე სტუდიაში ნინო კაბანეძე მუშაობს. დღეს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები აზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდნენ. ჯგუფს გერმანიის თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი მაიკლ ფრიკე ხელმძღვანელობდა. აზიანში უცხოელმა სტუმრებმა ბრიგადის შტაბი, ყაზარმების სპორტული დარბაზი, სიმულაციის ცენტრები და საკონფერენციო დარბაზი დაათვალიერეს. თავდაცვის ატაშეებმა ქართულ სამხედრო ქვედანაყოფში ვიზიტი გამჭვირვალობის მისაღწევად წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. ეს ვიზიტები დაგეგმილია მთელი წლის განმავლობაში და მოიცავს სხვადასხვა ქვედანაყოფებში ვიზიტებს. გაცნობითი ხასიათის ვიზიტებია, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ქვედანაყოფების ატაშეების მხრიდან გაცნობას. პირველ რიგში არის ტრანსპარენტულობა, რათა გაიტანონ ატაშეებმა საქართველოს საზღვრებს გარეთ ის შტაბ-ეშტილებები, რომლებიც მას გააჩნიათ. ჩვენ გვაქვს ძალიან ღია ურთიერთობა თავდაცვის სამინისტროსთან და ეს ჩვენთვის ატაშეისათვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. დაგეგმილი არის სხვადასხვა ვიზიტი ამ წელში და ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება. მრავალშვილიანი და მარტოხელა დედებისთვის სტატუსის მინიჭება განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს. შეხვედრას მარტოხელა დედები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა მარტოხელა დედების უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემების განხილვასა და საზოგადოების ინფორმირებას ისახავდა მიზნად. მარტოხელა დედები არ წარმოადგენენ იურიდიულად არანაირ სტატუსს. მათ არანაირი შეღავათები, რომელიც ჰქონდათ მართალია ძალიან სასაცილო ხუთლარიანი დახმარება თითოეულ ბავშვზე, თუმცა ეს ფაქტიც იყო რაღაც ფსიქოლოგიურად საჭირო, იმიტომ რომ გრძნობდა ის ადამიანი და მეც რომ სახელმწიფო ფიქრობს და მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე ამ ფორმით თუ იმ ფორმით გეხმარება. არსებობდა რაღაც შეღავათები გაზზე და სხვა გადასახადებზე. ეს ყველაფერი არის მოხსნილი. ცხადია ეს საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ამ ქვეყანაზე არსებობენ მარტოხელა დედები და მარტოხელა დედებს განსაკუთრებით უჭირს მით უმეტეს იმ სოციალურ გარემოში, რომელიც დღეს საქართველოში არის. დღევანდელი შეკრებაც ჩვენი ემსახურება იმას, რომ მოვძებნოთ ის გზები, რითაც შეიძლება მათი დახმარება. ეს კომპლექსური უნდა იყოს, როგორც საზოგადოებრივი გაცნობიერება ამ პრობლემების მიმართ, ასევე სახელმწიფო ზრუნვა მარტოხელა დედებზე. რუსთავში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების რაოდენობა გაიზარდა, როგორც რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, გამოძახებების ზრდა სეზონს უკავშირდება. ამ დროის მონაცემებით საერთო ჯამში სულ 2520 გამოძახება დაფიქსირდა. გამოძახებების ზრდა ძირითადად მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სეზონურ მატებასა და ქალაქში გრიპის ეპიდემიას უკავშირდება. პატა ბაჩილავას განცხადებით სტატისტიკა საგანგაშო არ არის. გამოძახებება მოიმატა ძირითადად გამომდინარე გაზაფხულის სეზონთან დაკავშირებით გულშისათა სისტემის მხრივ, ეს ძირითადად შეეხება არტერიული ჰიპერტენზიის მაღალ მაჩვენებლებს, რაც ნორმალურია ამ სეზონისთვის. ასევე მომატებულია მწვავე რესპირატორული დაავადება, ოღონდ არც ერთი რესპირატორული დაავადება უარყოფით შედეგით არ დასრულებულა. ეს არის ნორმალური ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც ყოველ სეზონში თითქმის ერთნაირია, რა თქმა უნდა ამ პერიოდში მატულობს გამოძახებები, მაგრამ ისე მოგახსენებთ, რომ ჩვენი სამსახური მუშაობს განსაკუთრებულ რეჟიმში და არანაირი პრობლემა არ არის, მთლიანად ჩვენი ქალაქი მოცული გვაქვს და ყველა გამოძახებაზე რეაგირებთ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 27 აპრილს დანიშნული შუალედური არჩევნებისთვის სამ რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. სამტრედიაში მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ემზარ შუბლაძე იბრძოლებს. ბაღდათის რაიონში ხალხის მანდატის მოპოვებას ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ხვიჩა-წიქორიძე შეეცდება. თბილისში ნაზელადევის რაიონში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი კი ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია იქნება. ინფორმაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ნაძალადევის რაიონში თამარ კორძაია, ბაღდადში პაატა კიკნაველიძე, სამტრედიაში კი გიორგი კახიანი. ბიძინა ივანიშვილმა განმეორებით არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატების საზოგადოებას დღეს წარუდგინა. შეგახსენებთ, რომ მაჟორიტარების შუალედური არჩევნები 27 აპრილს გაიმართება. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, წარმატებას მივაღწევთ, როგორც 1 ოქტომბერს მოხდა ეს. რაიონს რაც შეეხება, რაიონში არსებობს გარკვეული პრობლემები, რომლის მოგვარებას ჩვენ დავიწყებთ და ეს პროცესები დაწყებულია, მინდა გითხრათ. და მომავალშიც გაგრძელდება. დღეს კოალიციის ლიდერის მიერ წარდგენა ამ კანდიდატების ხაზს უსვამს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია მთელი ჩვენი პოლიტიკური კოალიციის ამოცანა არის პარლამენტის როგორც ინსტიტუტის გაძლიერება. ირაკლი ღარიბაშვილმა სტრასბურგში ვიზიტი დაასრულა. ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან ვოიჩექ სავიცკის შეხვდა. მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან სამინისტროში გატარებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მხარემ ასევე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, მათ შორის ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით. გაგაცნოთ განცხადებას რუსთავის საქალაქო სამმართველოს მიერ იძებნება რუსთავში 2013 წლის 21 მარტს უგზო-უკლოდ დაკარგული ანზორ ავთანდილიძე არაბიძე აღწერილობა სიმაღლეა 65 სანტიმეტრის სრული აღნაგობის ყავისფერი თვალების შავი თმა. გთხოვთ დარეკოთ ნომრებზე 834 22 53 35 ან 577 55 80 06 განცხადება ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანია შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველო მიაწოდა. და დღის სხვა მთავარი თემები ფერმერები შეღავათიან აგროკრედიტებს მიიღებენ პროექტის სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დახმარებით ხორციელდება. სესხის გაცემა კვალიფიცირებული განცხადების საშუალებით მოხდება. პროექტის 3 კომპონენტად არის დაყოფილი, რათა ყველა მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდეს აიღოს სესხი. პროექტის მიზანი სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გადამუშავების და მეწარმეების ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების 2013-16 წლების სტრატეგიისა და საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირების 3 სტანდარტიზირებული ინსტრუმენტის პრეზენტაცია გაიმართა. ბოლო 3 წლის განმავლობაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების ანალიზის საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიქმნა. სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ დარგის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. 1961 წლიდან ყოველ 27 მარტს მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნის ინიციატორები საერთაშორისო თეატრალური საზოგადოების წევრები არიან. ამ დღეს თეატრის მოღვაწეები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ თეატრალური ხელოვნების პროგრესი აუცილებლად მოითხოვს შემოქმედებითი კონტაქტების გაფართოებას. კიდრო ამინდის პროგნოზს გავიცნოთ. Წალკაში დღეს 15 ღამით +5 გრადუსი სიკვდილა მასალნელი, თეთრწყალში დღეს 17 ღამით +5. თმანში დღეს 14 ღამით +2, ბოლნისში დღეს 22 ღამით +7. მარნეულში დღეს 21 ღამით 9 გრადუსი. თბილისში დღეს 21 ღამით 9. გარდაბაში დღეს 22 ღამით +8, ხოლო ჩვენს ქალაქში დღეს მოსალნელია 22, ხოლო ღამით +8 გრადუსი. ასეთი იყო დღის მთავარი თემები და ქრონიკა 9 ნახევარზე. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.